დღეს ყველა ლაპარაკობს პატრიარქ ილია მეორეზე, ილია მეორის გარდაცვალებაზე, მის დაკრძალვაზე. იცით რომ კვირას გაიმართება დაკრძალვა, კვირას დაკრძალავენ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს 151 კათოლიკოს პატრიარქს. ასევე ლაპარაკობენ ვინ იქნება, უკვე დაიწყო ლაპარაკი მათ შორის მეც თქვი, ვინ იქნება მომავალი პატრიარქი და ასე ხელაღებით იმის თქმა, რომ აუცილებლად იქნება შიო მუჯირი. მაინც ჩემი მოსაზრებით ნაადრევია. გააჩნია როგორ განვითარდება პროცესები. გააჩნია ვინ იძალებს, გაიმარჯვებს უფრო ზუსტი რომ იყო და გამიკვირდებათ და ერთ უცნაურეს წინადადებას წარმოთქვა. ვინ დანიშნავს პატრიარქს? ვინ შეგვირჩევს პატრიარქს? სამი აქტორია პრინციპში. ორი აქტორის პოზიციები ამასთან დაკავშირებით შესაძლოა ერთმანეთთან თანხვედრაშია. შესაძლოა მესამე აქტორი საერთოდ გავიდეს პროცესიდან და დავასახელებ სამივე მათგანს. ეს არის პირველ ყოვლისა, ეს არის რუსეთი, რომელსაც ბუნებრივია რომ აქვს საკუთარი ინტერესები, როგორი უნდა იყოს მომავალი კათოლიკოს პატრიარქი, როგორი და ვინ უნდა იყოს. თუ ვიტყვი რომ შიო მუჯირზე გააკეთეს ფსონი, მეთქი შეიძლება ვწდები კიდეც. შესაძლოა სათადარიგო კანდიდატიც გიხავთ და ვინმე სხვა სჭირდებათ, უნდათ პატრიარქად. მეორე აქტორი არის საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება, პერსონალურად ბიზნე ივანიშვილი უნდა იყოს იმგვარი პატრიარქი მისეული წარმოდგენით, რომელიც იქნება მორჩილი, რომელიც ბევრ მის გავბედავ და ვიტყვი სურვილს ან ხუშტურს, კიდევ უფრო მძიმე სიტყვაა, ხო? გაემორჩილება შეუსრულებს ბიზნე ივანიშვილს. არ უნდა იყოს ისეთი ავტორიტეტული და ვერც იქნება ისეთი ავტორიტეტული, როგორიც ილია მეორე იყო. ილია მეორემ მართლაც ამ 49-50 წლის განმავლობაში და რეალურად უფრო დიდი ხნის განმავლობაში 49 წელი ის კათოლიკოს პატრიარქი იყო, თუმცა უმნიშვნელოვანესი სამღვდლო პირი იყო ის გასული საუკუნის პრაქტიკულად 50-იანებიდან, 60-იანებიდან, 50-იანებიდან. მესამე აქტორი სწორედაც რომ გაგიკვირდებათ და აც გარდაცვლილი ილია მეორეა. მე ვერ გეტყვით რასაკვირველი ილია მეორე დაწერა თუ არა რამ ანდერძი, რამ დანაბარები ჰქონდა თუ არა, უნდა იყოს შიო, არ უნდა იყოს შიო, იქნება იობი, უნდა იყოს მისეული წარმოდგენით. საერთოდ მგონია რომ არაფერი არ დაუწერია. შერჩეულია მოსაყდრედ შიო მუჯირი, რომელიც ამ ხნის განმავლობაში 40 დღე დაახლოებით მართავს საპატრიარქო ტახტს, საპატრიარქოს. მაგრამ გააჩნია როგორ განვითარდება მოვლენები და ვისი პოზიციები იძალებს, მეთქი ამას რომ ვამბობ, ილია მეორეს პოზიციები საქართველოს მომავალ ვის შემდგომ პატრიარქთან მიმართებაში შეიძლება ხაზგასმით ვამბობ, სულაც არ ემთხვეოდა, ალბათ წარსულში და წარმოთქვათ ეს ზმნა, არ ემთხვევა, მაგრამ რაღაცა გარდაცვლილია აქედან გამომდინარე არ ემთხვეოდა რუსეთის და ხელისუფლებად წოდებული ჯგუფის ქართული ოცნების პოზიციებს. ოღონდ ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. იქნება და ილია მეორეს მაგაპირობითად ზენონი ერჩივნა, აი რომ მოეთქვა, ხო? ან რომ იყოს ნათქვამი წერილი რომ არსებობდეს, იქნება და ზენონი მიაჩნდა და მიაჩნდა საკუთარ მემკვიდრედ. რუსეთს უნდა მაქსიმალურად დასუსტებული ქართული საპატრიარქო რომ ვიცოდეთ, მაინც უფრო ზუსტი რომ იყო, არა იმდენად დასუსტებული, რამდენადაც მის თარგზე მოჭრილი. ილია მეორე, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრჯერ ისეთ პოზიციებს აფიქსირებდა, რომლებიც ჩვენ არ მოგწონდა, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტთან, რაღაც ინტერვიუებში, რაღაც კომენტარებში, რუსულ ენაზე ამაც გამომიგზავნეს რაღაც კომენტარი მისი თუ ინტერვიუს ფრაგმენტი, რომელშიც ილია მეორე ბრძანებდა, რომ наши государства, თუ наши народы должны რაღაც вместе продолжать жизнь, და Россия и Грузия должны сблизиться, ან უნდა დაუახლოვდნენ. მაინც გაგიკვირდებათ და ბოლომდე რუსეთის კაცი, რუსეთის ყველა ნების აღსრულებელი არ იყო სხვათა შორის. აი ის ბანდიტი, კირილ გუნძიაევი, როდესაც ილიას ციცოცხლეში აგზავნის ხოლმე რამ წერილს, ან მოიხსენიებს ხოლმე, ილია მოიხსენიებდა ხოლმე ილია მეორეს, იმიტომ დამატებით არ მოიხსენიებდა სრული ტიტულატურით, ანუ არ ამბობდა, რომ ის არის ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი და ილია იყო რასაკვირველია ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი.
იმიტომ დამატებით, რომ ილია ბოლომდე არ უყვარდათ, ბოლომდე არ ენდობოდნენ, იცოდნენ, რომ ეს სასულიერო დიდი პირი ამავდროულად იყო დიდი პოლიტიკოსიც, რომელსაც თავისი და ძალიან მასშტაბური, მათ შორის რუსეთთან მიმართებაში მასშტაბური თამაშები ჰქონდა, თამაშები თუ მართებულად საჭადრაკო თამაშები ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ აქ იკითხავით, რომ მე პერსონალურად, როცა ვუსმენდი ხოლმე მაშინ ცოცხალ პატრიარქს, ძალიან არ მომწონდა მისი ცალკეული და არა მხოლოდ ცალკეული გამონათქვამი, მოსაზრებები სწორედ რუსეთთან მიმართებაში, როგორი უნდა იყოს პატრიარქი, ჩვენი, მომავალი. მე პერსონალურად ვისურვებდი, ოღონდ არ მეგულება პრაქტიკულად არავინ სინოდის წევრთაგან ამგვარი, რომ ეს კაცი უნდა იყოს გაცილებით უფრო მკაფიო, მკვეთრი ყველა აქტორის მიმართ. შეუძლებელია ილია მეორეს დაეწიო პოპულარობაში, გადაასწრო მას. სხვა თუ არაფერი 50 წლის განმავლობაში აშენებდა პატრიარქი ილია მეორე საკუთარ სახელს. შეუძლებელია, მაგრამ შეგიძლია ბრჭყალებში დაჯაბნო, შეიძლება არ არის ფლად ზუსტი სიტყვა, რითიც შეიძლება გაეჯიბრო მას, ეს არის მკაფიობა, უფრო მეტი სიცხადე, მაგალითად ეპისტოლეებში. ან საჯარო გამოსვლებში საპატრიარქოს ცალკეული წარმომადგენლების, ან საკადრო პოლიტიკაში. ხა ვინმეს მომავალ პატრიარქს ვინც არის ცხადი არ ვიცი, იმისკენ კი არ მოვუწოდებ, რომ ანდრია ჯაღმაიძე გაანთავისუფლოს. რა უფლება მაქვს? ყველას გადასაწყვეტია ინდივიდუალურად ვინც იქნება, მაგრამ პოლიტიკას როგორ შეიმუშავებს, საერო პოლიტიკას როგორ შეიმუშავებს მომავალი პატრიარქი ვინც იქნება ის 40-60 დღის შემდეგ, ბევრი რამე იქნება ამ პოლიტიკაზე დამოკიდებული და მისი ავტორიტეტით შესაბამისი იქნება. აი მაგალითად სასულიერო პირები ჩემი მოსაზრებით ილიას პატრიარქობის პერიოდშიც უფრო ხშირად კი არა, რეალურად უნდა ყოფილიყვნენ მაგალითად პატიმრების შემწენი, პატიმრებთან შემსვლელები უნდა შესულიყვნენ. გადაწყვეტილება ილიას არ მიუღია, არ შესვლის თაობაზე, პოლიტიკა იყო უბრალოდ ამგვარი. ბოლო პერიოდში პატრიარქი იმდენად დაუძლურებული იყო, რომ ის უთუოდ არ ბრძანებდა, არ ეუბნებოდა ცალკეულ სამღვდლო პირებს შედითან არ შედითო, მაგრამ პოლიტიკა იყო იმგვარი, რომ ადამიანები, სამღვდლო პირები, საპატრიარქოში ან ცალკეულ რაღაც ეკლესია მონასტრებში განბნეულები ვერ წყვეტდნენ შესვლას ანდრო ჭიჭინაძესთან. მზია ამაღლობელის მოკითხვას მე ვისურვებდი, რომ პოლიტიკა ჩამოაყალიბოს უფრო თამამი, მკვეთრფერა. მათ შორის დე ფაქტო ხელისუფლების წინააღმდეგაც და ავტორიტეტი როცა აქვს ინსტიტუციას. და ილიას დროს განუზომლად დიდი ავტორიტეტი ჰქონდა ინსტიტუციას და აქვს კიდეც, ესე ვიტყვი, იქ ხელისუფლება მათ შორის ბიძინა ივანიშვილიც ბოდიში და ვერ ხტება. ვერც ბიძინა ივანიშვილი და ვერც ნებისმიერი სხვა ხელისუფალი, სააკაშვილი წინა თუ შევარდნაძე წინის წინა თუ ბიძინა ივანიშვილის შემდგომ ვინც იქნება ის. ოღონდ ეს ავტორიტეტის დაფუძნებული უნდა იყოს სამართალზე, სამართლიანობაზე, თანასწორობაზე, ადამიანზე, მოქალაქეზე და ასე შემდეგ. ამიტომ მე ამგვარი პატრიარქი მინდა მეთქი რა უფლება მაქვს, მაგრამ მაინც და კიდევ დავუბრუნდეთ პირველ თემას. ვინ დანიშნავს პატრიარქს? როგორი პატრიარქი იქნება? თუ ის იქნება ისეთივე ჩუმი, ისეთივე არა, ძალიან ჩუმი. ხელისუფლების მორჩილი, ხელისუფლებისა და რუსეთის მორჩილი. მართლმადიდებელ რუსეთსა და მართლმადიდებელ საქართველოს შორის მეტი ურთიერთობის მომხრე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს იქნება ცუდი მეთქი თუ ვიტყვი, არ გაგიკვირდებათ ჩემგან. სხვა შორის მე ძალიან გამახარა იმ ამბავმა, რომ სოფლიო პატრიარქი ჩამოდის. სოფლიო პატრიარქი რომ ჩამოდის და გასვენების დღეს ის იქნება სამების ტაძარში და პანაშვიც ის გადაიხდის. ეს ძალიან კარგი არის, ჩემი მოსაზრებით, ეს ერთგვარად ზღუდავს რუსეთიდან დელეგაციებს, რომლებიც არ არიან კარგ ურთიერთობაში მსოფლიო საპატრიარქოსთან და უშუალოდ პატრიარქთან, არ არიან კარგ ურთიერთობაში და ერთგვარად ზღუდავს, რომ თამამი ნაბიჯები გადმოდგან. ამავდროულად კიდევ ერთხელ ვიტყვი, ეს არის ერთჯერადი აქტი, ერთჯერადი ჩამოსვლა. არ მინდა ვთქვა, რომ სოფლიო საპატრიარქო უნდა ჩაერიოს ჩვენი საპატრიარქოს არჩევნებში, მაგრამ ამავდროულად ისიც უნდა ვთქვა ხმამაღლა, რომ რუსეთი და საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლება
არ უნდა ჩაერიონ. და მე 39-მა მღვდელმთავარმა მართლაც გადაწყვიტოს ვინ და როგორი უმაღლესი იერარქი გჭირდება ჩვენ. ბიზინა ივანიშვილს ვისზე აქვს დადებული ფსონი. ბევრი მსმენია ამის თაობაზე. მაგალითად, მსმენია რომ სწორედაც რომ შიომუჯირი სჭირდება მას. თქვენის ნებართვით და მე ამ მოსაზრებას ვიზიარებ. მაგრამ თქვენის ნებართვით ბევრს ამ თემაზე არ ვილაპარაკებ. იმიტომ რომ მაინც ვენდობი ფორმალურად ან ფორმალისტურად მეუფე ზენონს, რომელიც სწორედ ამაზე, ამ რაკურსით, ამ თემაზე ამახვილებს ყურადღებას და იმაცაც დასცენს ალბათ მაინც დიპლომატიურად, რომ მის ხელთარსებული ინფორმაციით ან ანალიზს აკეთებს ამგვარს, ხელისუფლება არ ჩაერევა ამ პროცესში და ღმერთმა ქნას. მაგრამ ამავდროულად ხელისუფლება არ ჩაერევა ერთი ამბავია და ირიბად არ უნდა ჩაერიოს არც ხელისუფლება და არც მთავარია მოსკოვი. მოსკოვი, რომელსაც თავისი ფავორიტის ეყოლება. არის თუ არა ბიზნეს ფავორიტი, იმავდროულად მოსკოვის ფავორიტი, მე ვარაუდობ მხოლოდ რომ კი, ნამდვილად არის, ანუ ფსონი უკვე დადებულია შიომუჯირზე ან სხვაზე. აქვე ვიტყვი, იმიტომ რომ სათადარიგო ეგრეთ წოდებული B ვარიანტი რუსეთს ეყოლება. არ დასრულდება კიდევ ერთი პასაჟი, არ დასრულდება მსჯელობა თემაზე, როგორი პატრიარქი იყო ილია მეორე. მე არ მგონია გულახდილად გეტყვით, რომ ცალსახად უნდა ჩვენ გამოვვარდეთ და ვილაპარაკოთ მხოლოდ იმაზე, რაც მან ვერ გააკეთა ან არ გააკეთა. არც იმაზე არ უნდა ვილაპარაკოთ მხოლოდ, რომ პატრიარქმა გააკეთა და ცუდი ამბები გააკეთა. მაგალითად, არ ვიცი, გამსახურდიას წინააღმდეგ გადატრიალებაში მიიღო მონაწილეობა. სალაპარაკოა ამ თემაზე, მაგრამ მხოლოდ ამ თემაზე სალაპარაკო არ არის. ან პირიქით, მხოლოდ იმაზე ვილაპარაკოთ, რაოდენ კარგი იყო პატრიარქი, აღადგინა კი არა, განამტკიცა რა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია და კიდევ ბევრი რამ კარგი გააკეთა, რასაკვირველია ილია მეორე. მაგალითად ლაპარაკობენ, თუმცა მე ეს დიდად დადებითი ამბავი არ მგონია მიზეზთა გამო, მაგრამ ლაპარაკობენ იმაზე, რომ ჩვენთან მაგალითად დაიწყო სწავლება, ქრისტიანობის სწავლება და არც და აკადემია, არც და სემინარია და ასე შემდეგ. ლაპარაკობენ ამაზე. იქ რა სწავლება მიმდინარეობს, ეს უფრო სალაპარაკოა. ერთია შენობა, ერთია სახელდება შენობისა და მეორეა შიგთავსი. ეგრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უკვე ახლა და მომავალში მით უმეტეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იქნება და ცოდნის კერადს დავუძახებთ, ვუწოდებთ ჩვენ მას, მაგრამ შიგნით თუ ბევრი გავბედავდა ვიტყვი, ირაკლი კობახიძე, კაი, გავარებოთ ეხა ერთოს ირაკლი კობახიძე რატო უნდა ვახსენოთ. ეგრე არაჩვეულებრივი შენობა ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ალბათ მაინც, ხო, აბა ცუდი რატო იქნება, მაგრამ იქ თუ რაგვარია ის კაცი, აღარ მახსოვს და დამავიწყდა. ასტროლინგვისტიკას ასწავლიან სტალინისტები მათ შორის, ხო, ასტროლინგვისტიკას, ასტროარქეოლოგიას და ქრისტიანობისთვის ამ მავნე ეგრეთ წოდებული სწავლებებით უჭედენ მომავალ სტუდენტებს twins ან აპირებენ რომ გამოუჭედონ, შენობა რაც არ უნდა კარგი იყოს, მისი ფასი ნულია, ანუ ჩალის ფასი აქვს. მაგრამ ამ თემასაც არ უბრუნდები. ილია მთავარი არის ის, რომ ილია მეორეს ესე ცალსახად უარყოფითად, ან ცალსახად დადებითად შეფასება არ შეიძლება. ის მასშტაბური კაცი იყო, მასშტაბური იქნებოდა ყველა ამეთქი, ასე ვიტყვი, ვინც 50 წლის განმავლობაში იქნებოდა საჭეთმყრობელი საპატრიარქოსი, 50 წელი მართლა ნახევარი საუკუნეა ეხუმრებით თქვენ, მაგრამ შეიძლება ისეთი მასშტაბური მაინც არ ყოფილიყო, როგორც იყო სწორედაც რომ ილია, კიდევ ერთხელ ვიტყვი, საკმაოდ განსწავლული, ცოდნე და ესეთი ყველა საჭადრაკო პოლიტიკური სვლის მცოდნე სამღვდლო პირი, პატრიარქი და ამავდროულად პოლიტიკოსი. კვირა გადაივლის, ჩვენ საზოგადოებას სემთ პატივს სასაკვირველია და საზოგადოების უხილს, სხვათა შორის უმრავლეს გარკვეულ შემთხვევებში მაინც ფარისევლურს, ჩემი მოსაზრებით, მაგრამ შესაძლოა არ დამეთანხმოთ.
კვირა გადაივლის მერე კიდევ უფრო საინტერესო არანაკლებ საინტერესო პერიოდი გველის ვის აირჩევს სინოდი პატრიარქად ვინ იქნება კანდიდატი საერთოდ 3 კანდიდატი იქნება გამორჩეული საკმაოდ მალე აი კვირიდან რამდენიმე დღეში რომ ვიცოდეთ მაინც ხო რამდენიმე ხანში რომ ვიცოდეთ მაინც მე ვიცი გაგიკვირდებათ და არა 3 არამედ 5 კანდიდატი ვინც პრეტენზიას გამოაცხადებს ან ვინც იტყვის ან მისზეც იტყვიან რომ ეს უნდა იყოს პატრიარქი აქედან 3-ს 2-ს პრაქტიკულად შანსი არ აქვს მაგრამ მათი კანდიდატები იქნება განხილული და დარჩება 3 ფინალისტი ერთი რომ შიოა დავადაწყდებით და დანარჩენ 2-ს თქვენ ეს ნებართვით არ გაგიმხევთ ნახოთ ამ წამებშიც მეთქი ასე ვიტყვი მაღალი ალბათობით ასე ვიტყვი ადამიანები დარბიან ფურცლებით არაფერი გასაკვირი ამაში არ არის ფურცლებით და კითხვით აი შენ ვის დაუჭერ მხარს ჩვენში რომ დარჩეს ამას ეკითხება სინოდის ერთი წევრი მეორე წევრს ყურში რასაკვირველია პარალელურად ისინი გლოვობენ განა არა გლოვობენ იმიტომ რომ დაობლდა საპატრიარქო საყდარი და მართლა არ ვიცით ჩვენ არც ერთმა პრაქტიკულად ჩვენგანმა არ იცის როგორია ცხოვრება, როგორია საქართველო, ილია მეორეს გარეშე, რაც თავი გვახსოვს ილია მეორე იყო და ბევრისთვის დარჩება კიდეც, იმიტომ რომ ის უზენაესი ავტორიტეტი იყო და გავბედავ და ვიტყვი, ახლაც კი არის ის წარმართავს ან ნაწილობრივ მაინც ახლაც კი წარმართავს პროცესებს ეს უკვე აც გარდაცვლილი კაცი. ნახვამდის.